ესე იგი სასწაული მზიანი და თბილი დილგათენ და ისეთი სუფთა ჰაერია, ისე სიამოვნებს. მე სახში გავიკეთე ხა ყავა, მაკიაჟი უნდა გავიკეთო, ხა უცებ და მე უნდა გავაკეთო უზარმაზარი unboxing-ი, რაც წინ მიდევს. მე მეიქაპი რა გადასაღებია არც არანაირი, ამიტომ უბრალოდ გაჩვენებთ ხა რა სწავისვა უცებ და ამას ვასხამ, რა ქვია, Rimmel London. ბრიტანული ბრენდი არის. ძალიან იაფი და აფთიაქში ვიყიდე იმიზნით, რომ ეს ჩემი ძალიან ფოშ ტინტები რაც ვიყიდე, სისხლე სრული ფეილი, იმდენი ფული მივეცი არც კი მჯერა და აქ კიდე რა ვიყიდე, ამას კი გადაურევ Charlotte Tilbury-ის ტინტი ვიყიდე, მერე სისხლე რო ძალიან არ მომეწონა და ანუ მაგარი ეკონომია გამომივიდა, ზოგადად მე ვიყენებ Chanel Sublimage-ს. აი ეს ორი გადაურია. რომელიც ღირს 155 ფუნტი თუ რაღაც ეგრე. ნუ რა ძვირად ითვლება ეხა ხო, ცალსახად ძვირი არის. ხო და მეთქი მოდი აბა არა და აი ბევრად ნაკლები არ მიმიცი 120 ფუნტი თუ რაღაცა მივეცი ამ სისხლეიშიც და აი რამ გამაფსიხა, არ ვიცი, როდის აქეთ გავხდი ასეთი ისა. თავშენახული ქალი. რომ აქ აპუწკული გადავიკრათ უკან რომ არ დამეთყუყნას. აი უყურეთ რა მომწონს ამ ფუნჩს აქ ესეთი შეიპი. ესე ვთქვათ და აი რა იდეალური. სტუდიო ლონდონის პროდუქცია ზოგადად საქართველოში იყიდება British Gear G-ზე. და ესეთი ფუნჯებიც და არა მარტო ასეთი სხვანაირი ფორმის ძალიან მალე დაემატება. ამიტომ Instagram-ზეც გამოიწერეთ British Care-ი, ესე როგორც გესმით, ჩაწერეთ British Care G და საიტი არის British Care G, სადაც უმოქნილესი, უმარტივესი. აი ნახე რა კომფორტულია ეს. აი ესე ის ფორმა იდეალურია. ოკეი. ცოტა უპრიალებ სახეზე, მაგრამ ეს ჩაჯდება. ჩემი სველი სალფეტკი განუყრელი ამ ამბავში წარბები გადავისუფთავთ. ზოგადად მე მაკიაჟის გაკეთება არ ვიცი რა, იმდენად სულ რაღაცა უცებ ვიკეთებ და ფაციფუცებ რა ხა მე ჭრდილების და რაღაცაების დრო არ მაქვს და ის მომასწრებინა რაც მოსასწრები მაგალითად ეს ამდენი ყუთი გამახსნევინა ეხა სანამ გავა. კაიფერია ხო მე მუქებს ვიყენებ ზოგადად და ჩემი აზრით მშვენიერია. ის მარტო Charlotte Tilbury აი ეს ტინტია თვითონურია. რაც არის. Anyways, თუ დაგაინტერესებთ, მე დეტალურად მითხარით და ვნახავ ნომერსაც და ყველაფერს ეხა მაგის კითხვის დრო არა მაქვს. ხო, აი კიდე ჩემი მეორე ფეილი შენაძენი, სისხლის კორექტორი. ჯერ საერთოდ სხვა ფერი ჩანდა ონლაინ. ეს ფერი რაში უნდა გამოვიყენო, არ ვიცი, მე ამეებისთვის მინდა. ერთ სიტყვით Chanel-ის გარდა არც ერთი მეიქაპ პროდუქტის შეძენა არ ღირს ჩემთვის რა ტყუილი ფულის ფლანგო არის. როცა ნუ არა ბიუჯეტურს ეხება, თორე ბიუჯეტურებში სტუდიო ლონდონი არის იდეალური. აი ჩემი Chanel-ის კორექტორი იდეალური. საუკუნეებთან მაგ აი რა მინდოდა. სანამ თბილისში წავალ, ერთს კარგად მოვიშოპინგებ ამ თავისმოვლის საშუალებებს და აი Chanel-ის გარდა აღარაფერს აღარ ვიყიდი. არა ბიუჯეტურებიდან და ბიუჯეტურებში არაჩვეულებრივი სტუდიო ლონდონი მაქვს, აი ესპონჯით სტუდიო ლონდონია ძალიან კაი არის. აი ეს, სო. ლაითად და მშვენივრად. თქვენ თუ იყენებთ რამეს, რისი კმაყოფილიც ხართ და გამიზიარებთ, ტონალურებს გულისხმობ ტინტებს და ეგეთ რამე რუმებს, ძალიან კმაყოფილი ვიქნები, იმიტომ რომ აი ვერ მივაგენი. აი ერთადერთი ჩემი მიგნება 32-ის ვარ 33-ის ხვდები მალე, არის Chanel Sublimage, რომელიც მომწონს ცალსახად, რომელიც არის ძალიან ზვირი, სიამოვნებით ჩავანაცვლებ რამე ცოტა ბიუჯეტურით, მაგრამ კარგით. მირჩიეთ გეხვეწებით რა დარწმუნებული ვარ რომ იყენებთ ბევრი რაღაცებს. ეს პასტას ჩემ შულს დავუმალე. ხო და კიდე რა გვინდა ეს ჩემი ისა აუთავში ბერაში მე ვცდილობ ხოლმე რომ გავწმინდო ეს რაღაცაები. აი სულ რატომ ეთხუპნება მე ვარ მარტო ასეთი ვიდეო. სულ ეთხუპნება ესეთი რაღაცაები თუ თქვენც ოკეი, ხახხვა რეჯის დრო არ არის. უცებ ლანკომის ტუში, რომელსაც ვიყენებ, ყავისფერს ვიყენებ, ჩემო გამომწერებმა იცით. შავი ტუშის ატანა არ მაქვს. ჩემთვის იდეალურია ეს ტუში, იმიტომ რომ მე არ მიყვარს ძალიან რაღაცა სქელი ფენარო არის ხოლმე დატანილი წამწამებზე, ეს თხელია, მშვენიერია, ფერიც მომწონს. ყავისფერი
ხო და კიდე ჩემ შორთებში ვისაც გაინტერესებთ ის ქვემოთ მაქვს ხა უბრალოდ ის ტუში და ვერ გამოვიყენებ სტუდიო ლონდონის ბურგუნდისფერი, ბორდოსფერი, აი ვაიმე ხალხო რა არის იცით სასაულია ვისაც არ გინახავთ ნახეთ ჩემ შორთებში სტუდიო ლონდონის ბიუჯეტური პროდუქტებით ვიკეთებ ყოველდღიურ მაკიაჟს და იქ გამოვიყენე ეგ ბორდოსფერი ტუში მოუხერხებლობის პიკი პროსტა მე ხო და აი ისეთია სასწაულია აი მაგფასად ეგეთი მაგფასად კი არა რაფასიც გინდა ღირდეს ყველა კატეგორიას გაუკაჩავს ისეთი ტუში არის ეს არის ფიქსატორი ანასტასია ბევერლი ჰილსის მისივე ბრენდის დამტანით დასატანით თუ რაც არის აი ნახეთ რა ხელგასხვავებაა ნახეთ ეს რა აწეულია და ისეთი გადავარცხნილი და ეს კიდე ხედავთ გასხვავებას cool მიყვარს მე ხა რაღაცა უხეშად და ძალიან მკაცრად არ ვიფიქსირებ ხოლმე წარბებს აი ეს ბუნებრივი ფორმას მიცო ეს წესით ესე კარგად აკეთებენ ხოლმე გოგოები ამაში ესე აწევენ ავარცხნიან მე ამაში რაღაცა ერთ გადმოწევენ მაგრამ მე რაღაცა ეგრე გაგანიერებულ წარბის ფორმას ვერ ვიხდენ ამიტომ მოდი ასე დავტოვოთ ოკეი, მე მგონი ჩავეტიეთ კადრში მეც და ჩემი ყუთებიც. ატლასის, უნაზესი, გუჩის. აი, ესე მინდა მე რომ გავიკეთო. ესე რაღაცნაირად. ეხლა ნუ გამიჭით და კიდე აქ იკეთებენ ხოლმე ყელზე. და ჩემი მაკიაჟიანი ყელით არ მინდა რომ ეს დავსვარო. ძალიან კაი ის არის ფერები, აი ზუსტად საგაზაფხო. ეს უყიდე მარკს and Spencer-ში უიდეალურესი ხარისხი ხალხო. და მაგარია იცით და ეს სქელი მატერიები მიყვარს და აი ბოლო დროს ზარაში რაც უყიდე. აი რამდენჯერ ვთქვი ზარას აღარ გავეკარებით, გქონდა რომ რაც კი ვიყიდე, ყველაფერი ერთმანეთსა მეტად ღვამდავსა. 30 ფუტი. ავტოგრაფის ქაშმირის სპორტულები მქონდა მე და საკმაოდ ნორმალური იყო. შემდეგი თვითონ მარკს Spencer-ისზე და ინგლენ დაწერია. შვენიერი ზედა შეიძლება ეს ჩავიცვათ ეს. ნახე კაი, ამაში რა მივეცი. 15 ფუნტი. უბრალო ყოველდღიური მშვენიერი იდეალური ხარისხის ზედა. რაც მთავარია, როგორც ვთქვი, გამჭირვალე არ არის. გამჭირვალეობაზე მაქვს სრული გართულება და გადაფსიქრება. აი red flag-ი ჩემს. ეს არის self-free-დან ამანათი და self-free-დან ისეთ საინტერესო რაღაც შეუკვეთა ერთი რომ ეხა იმ რაღაცას არ ამოვიღებ, იმიტომ რომ ის ცალკე უნდა გადავიღო. ძალიან კაი კონტენტის იდეა მაქვს ისეთი რა ცოტა ინფორმატიული და თავის მოვლის ამბავში გამოსადეგი. თავის მოვლის და anyway, კაი, აღარ გადასწორებ. self-free-ის შეფუთის პატენზე ვიზდები და შევამოწმე. ეს ახლა ერთი ამოვიღოთ ერთი დავტოვოთ, მაგრამ ის ერთი არ გამოიჩნდეს. Oh my god. ის სუპერ, ასეთი მაგარი არ ჩანდა ფოტოში. აი ნახდათ არ ჩანდა ასეთი ლამაზი. ეს არის ნახეთ მაგარია მე მგონი ამას ჩავიცვა მე ხო აი ეს კი მივხვდი რომ რაღაცა ესეთი უმყარესობა იქნებოდა ეს ვებხვის ისა ნახე აუ რა ლამაზია აი ისეთი ხარისხია ის სქელია ესეთი სქელი დავარდნილი მატერია მიყვარს მაისურში აი მე მგონი ამას ჩაცმა მოუწევს ახლა და გაჩვენებთ 139 ფუნტი ღირდა და მე ვიყიდე ფასტაკლებით. ფასტაკლების ფასი რა გვარა წერია? 70 ფუნტი თუ რაღაც ეგრე მივეცი. და ეჭვი მიყვარება რომ ზომა მომიწევდა და ჰერო პრესტონის სტაფილოსფერი ტონი ძალიან მიყვარს სოფლის ძალიან დახვეწილი სტაფილოსფერია. кейსი იდეალური მოყვება. იდეალური სტაფილოსფერი. ძალიან მომწონს. აუ, არა, ჩემი ზომა იქნება. ზუსტად ჩემი ზომა. ისად არის. ფასტაკლებით ვიყიდე, ყველაფერს ფასტაკლებით ვიყიდე, მე ზოგადად. ну, ძირითადად არის ერთეული რაღაცა, მართლა timeless რაღაცეები, სტიკერი. ელასტიკები შესანიშნავია, მაღაზიაში ზოგჯერ кайფასად ვარდება ხოლმე და რატო არა? იდეალურია, ნახე. აი ხარისხი აქ მართლა სასწაულის სხვათა შორის Adidas by Stella-ს. ვაი 75 ფუნტი ღირდა და მე 29 მევიცი. ვაი მეს ლანდავს მე მგონი შეიძლება შევირკიო. აი ჯანის შორტები, რომელიც ლანდავს, არა უშავს ყურორზე გავიტანთ. K-Max-ზე.
ეს ჯინსი ვიყიდე TK Maxx-ში, ჯინსი უნდა იყიდე TK Maxx-ში. ზოგადად ჩარვალი. ეს რა არის ეს? ეს რა მხელა რაღაცა უკეთია. ლაურავის cowboy. Cowboy Wrangler-ია ეს. TK Maxx-ში აი ისეთი ჯინსები აი ესეთ მაგარფასად. მე პროსტა ელასტიკა ვარ და დავიღალე უკვე მაგ ფაქტით, თორემ ეხლა ჩავიცვა ამ Wrangler-ის ჯინს არ გამიზომია და ძალიან დიდი იმედი მაქვს ჩამეტება და All Saints-ის მაისურს ჩავიცვამ და ქვევით რას ჩავიცვამ არ ვიცი ფეხზე. ფეხზე მაქვს ან ძალიან ბოტასური ბოტასები, ან სვეტკი ბოტასი, რომელიც საშინლად არაკომფორტული არის სასიარულოდ და რაღაცა შუალედი ვერ დავიჭირე და ძალიან შეღონებული ვარ მაგ ფაქტით. TK-ში კიდე ვიყიდე Lacoste-ს ეს ჩოგბურთის სათამაშო კაბა, შიგნით ელასტიკით. ჩოგბურთი არ მითამაშია, რავი, 2 წელი არის, მე მგონი 2 წელი მთლად არ არის, მე რა. ლონდონში ხშირად თამაშობდი ხოლმე ისე ჩემპიონატში. ფასი რატო არ აწერია? იაფი მივეცი, იმიტომ რომ ფასდაკლებაში იყო. თავისუფლად და როგორც ვივარაუდე, იშარვალი Wrangler-ის არ ჩამეტია, მაგრამ არა უშავს, მაინც გადაკლებას ვაპირებ და ვიქნებ ჩავიდი მალე და ჩავიცვი აი ეს Zara შარვალი. ველოდებით ჩვენ ნახეთ ყავას ხას. Sally's favorites. Which one? Hey, Meta. მთელი ლონდონი გარეთ არის დღეს ისეთი მაგარი ამიდია, ყველა არის წამოწოლილი. აი აქ ხა კადრში რამდენად ჩანს, უკან არ ვიცი, რაღაც არ ამგონია რომ ჩანდეს და ისეთი სასიამოვნოა. ხო წუწუნებდი რომ რაც ჩამოვედი ლონდონში, სუქარია თქო ყოველ დღე თქო, მაგრამ აი ეხა სითბოროა ძალიან ეს კარი პირიქით ძალიან კაია. ჩვენ მოვედით საჭმელად და გვაქვს ესეთი ულამაზესი ხედი. კიდე ჩემი ბურგერი, რომელიც შემთხვევით შევუკვეთეთ ვეგანური. პირველად ჭამ ვეგანურ ბურგერს. ვერ ვჭამ. ვეგანური ბურგერი არ მომეწონა, ჩემი არ არის, ისევ პიცას მივაწვევით. შაბათ მშვიდობისა მეგობრებო, დღესაც ისევ თივე მზიანი მშვენიერი ამინდი გვაქვს როგორც გუშინ. ეხლა ვარ გამოსული, ვართ გამოსულები ოჯახი. ჩემს პატარა საქმე აქვს და გადასული არის და მე მანქანაში ველოდები, იმიტომ რომ აქ ეს გაჩერება არ შეიძლება, სადაც ვდგავართ მოსაცდელია. ხო და რომ მოვა მე გადავალ და გეილში ვიყიდი ყავას. არ მჯერა რომ ამ ჩამოსვლაზე გეილში მივდივარ პირველად, იმიტომ რომ ორი ტრადიცია მაქვს ხოლმე ლონდონში რომ ჩამოვდივარ. ერთი არის ხოლმე Fort Mason-ში წასვლა და ჩაის ყიდვა და მთელი ეგ პროცედურები და გამოცდილებები ძალიან მიყვარს და მეორე გეილში მოსვლა, ჩემი საყვარელი რაღაცების ყიდვა და მერე კენვუდ პარკში გასეირნება. აი ეს რუტინა აი გეილსი პლუს კენვუდ პარკი მაგრძნობინებს ხოლმე ლონდონურობას და ლონდონში ჩამოსვლას და თან ისეთი ტერიტორია არა ტურისტული რაღაცნაირი. ხო და წავედი ახლა მე გეილში ყავას და რაღაცებს ვიყიდი. Oh, they're going. ეხლა მივდივართ Costco-ში. Costco არის wholesale სუპერმარკეტი, სადაც იყიდება ყველაფერი ბევრი და ყველაფერი არის ექსტრემალურად დიდი ზომის, ყველა პროდუქტი. ხო და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო კონცეფციის მაღაზია არის, ძალიან ბევრი უცხო რაღაცა იყიდება, ხოლმე რომ ვერ წარმოიდგენდი, რომ ესეთი რაღაცაც არსებობს. წევრი უნდა იყო მაგ მაღაზიაში რომ წახვიდე, ბარათი გჭირდება უბრალოდ ჩვეულებრივი, ძირითადად დადიან ხოლმე ის ადამიანები, ვისაც რესტორანი აქვს ან ბევრი რაღაცა ჭირდება. აბსოლუტურად ამერიკული სტილის მაღაზია არის, ასე ვთქვათ. ხო და თქვენც გაჩვენებთ ახლა რაები იყიდება, რა ფასებია და ასე შემდეგ. წავიდით. Costco-ში შესვლისთვის გჭირდება აი ესეთი ბიზნეს ბარათი, უბრალოდ წევრის ბარათი. შეგვიძლია კომპანიის სახელზე, შეგვიძლია ინდივიდუალურად.
ტეფალის აეროგრილი. რას ფიქრობთ აეროგრილზე? ვინ იყენებს და რამდენად კმაყოფილ? გამიზიარეთ ზოგადად თქვენი დამოკიდებულება და თქვენი აზრი აეროგრილზე ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ რაღაც ვერ შევჯერდი აეროგრილთან დაკავშირებით, მომწონს, არ მომწონს, მინდა, არ მინდა. ვინც იყენებს, გამიზიარეთ თქვენი დამოკიდებულება. აუ, ეს ჭიქებიც რა საყვარელია. ისეთ სივრცეში მოვხვდი, რომელიც სივრცეც არ მაინტერესებს. ამიტომ ჩემთვის უფრო საინტერესოს ვიპოვი. და აქეთ ადრეს უცხო რაღაცეები იყო ხოლმე დიდი შეკვრით სასმელები და ასე შემდეგ. აქეთ რა გვაქვს? სამზარეულოს ტექნიკა. ნახოთ ხო? აი ნინჯას ასეთი ნაყინის გასაკეთებელი, რომელიც ღირს 259 ფუნტი. აი ეს ბრენდი ძალიან მიყვარს. ეს არის ბრიტანული ბრენდი, ძალიან ხარისხიანი. მე KitchenAid-ის მაქვს ბლენდერი, ხელის თბილისშიც და ლონდონშიც და აი ძალიან მაყოფილი ვარ, იშვიათი არის. და ვფიქრობ, რომ სმექს ბევრად ჯობია ზოგადად KitchenAid-ის ტექნიკა. და რა გვაქვს აქ? ძალიან შეცვლილი არის კოსტო სხვათა შორის ამ ჯერზე. რაღაც უფრო ისეთი მასობრივი პროდუქტები იდო ხოლმე და უფრო გადავსებული იყო. ეხლა ბევრით არ მომხდება ცარიელი. აი ესე ლუდი და სასმელები იყიდება ესეთი დიდი შეფუთვებით. სხვათა შორის აი ეს ლუდი თუ გაგისინჯავთ აზიური არის და ძალიან კარგია, მიყვარს ძალიან. აქეთ კორონა გვაქვს. აი ნახოთ აბა რა ღირს ერთი შეკვრა. კორონა მაგალითად, კორონა ღირს 13 ფუნტი და 29 პენსი და რის 18. ძალიან კაი ფასია, იდეალური ფასია რა. ეს აქეთ არის ჩემი საყვარელი სივრცე. ეზოს რაღაც რუღაცები. წყლის შესასხმელები. აი ესეთი რაღაცები ძალიან მაგარია ბავშვებისთვის სახში დასადგამად და საკმაოდ ძვირია სხვათა შორის 9.59 ფუნტი. მაგრამ ნუ პრინციპში ძალიან ფუნქციურიც არის. საქანელაც აქვს ჩამოსასრიალებელი სხვადასხვანაირი სახლივით. ძალიან კაია, აი ძალიან. ხშირად ვფიქრობ ხოლმე აქ ეზოში დაუდგათ თუ არა ბავშვს სასრიალო. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არ უნდა დაუდგათ, იმიტომ რომ გარეთ რისთვისაც დამყავს ხოლმე ყოველდილით. მე სახლშიც რო ექნება რაღაცნაირად მობეზრდება და არ მინდა რომ რაღაცნაირად ეგ რუტინა ამოვაგდოთ და გარეთ არ იაროს ხშირად. ამიტომ რაღაცნაირად არ ვარ ეზოში სასრიალოების და გასართობების მომხრე, მაგრამ ნახოთ. აი რაზეც ვლაპარაკობდი, ის სასრიალო აწყობილ მდგომარეობაში. ძალიან კაია, ხო? აი, აქეთ არის საქანელები და აქეთ სასრიალო. იგივეა, ხო მე მგონი? გითხარით, ვიდეოს დასაწყისში ხო ყველაფერი აქ იყიდება ბევრი დიდი შეფუთვებით, მხოლოდ ერთ ცალს ვერ იყიდი ვერაფერს და ეს ძალიან საინტერესო კომბინაცია არის. ერთ ყუთში მოქცეული არის Fanta Sprite და Dr. Pepper or how is it? ხო, და ღირს 10 ფუნტი და 99 პენსი. ძალიან კაი ფასია, რა თქმა უნდა, 24 ცალიანი სასმელისთვის ძალიან კაია. აქ ერთ პატარა რაღაცას გეტყვით. ზოგადად ამერიკული და ბრიტანული პროდუქტი ძალიან განსხვავდება. მაგალითად, ერთი და იგივე პროდუქტი არ არის შემადგენლობით იდენტური ბრიტანეთში და ამერიკაში, იმიტომ რომ ბრიტანეთში არის ძალიან მკაცრი რეგულაციები, თან ბიბლი და როგორც წესი, უფრო ასე ვთქვათ, ფილტრავენ რა ამ შემადგენლობებს და ამცირებენ. ვთქვათ, ერთი კონკრეტული ჩიპსი რო ავიღოთ, თუ ამერიკაში შეიცავს 20 რაღაცა ინგრედიენტს, პირობითად ვიძახი, რა თქმა უნდა, ბრიტანეთში იგივე პროდუქტი შეიცავს რაღაცა 3-ს ან 4-ს მაგალითად. ძალიან დიდი განსხვავება არის, იმიტომ რომ აქ არის ძალიან მკაცრი რეგულაციები. ზოგადად ამერიკული პროდუქტი ბრიტანეთში არც არის დიდად პოპულარული. ერთი, იმიტომ რომ გადასახადები სხვა ეხებათ, ვიდრე ევროპიდან შემოსულ პროდუქტებს, უფრო მაღალი გადასახადი აქვს ამერიკულს და მერე კიდე შემადგენლობა, ანუ ძალიან მკაცრები არიან ბრიტანელები შემადგენლობის კონტროლის თვალსაზრისით და ამერიკული პროდუქტი კიდე ძალიან დანამატებიანი არის, ნუ იქაური სტილიდან და ასე შემდეგ გამომდინარე. ხო და აქეთ კიდე რას მოვადექით აზიურ პროდუქტებს. აი ესეთი ცხარე აზიური დაპაკეტებული წვნიანები იყიდება, ბევრი რა თქმა უნდა, ყველაფერი ბევრი. 10 ფუნტამდე ღირს ერთი შეკვრა. და შეკვრა არის საკმაოდ დიდი, 6 დიდი. რა ქვია მას? წვნიანი ქვია თუ რა ქვია?
რამენი მეგობრებო, აი რამენი, 6-იანი რამენი. ღირს 10 ფუნტამდე, აბა როგორი ფასია. რამენისთვის მე მგონი კაი. რაღაც მსგავსი ტიპის ქოქოსის წყალი მე მგონი შემოვიდა საქართველოშიც, ხო? ახლახანს და არის ძალიან პოპულარული. აქეთ კიდე არის ესეთი სასმელები, ბევრი ხილი. აქვე გვაქვს ამერიკული ცნობილი ბრენდის ქოქოსის სეთი, რომელიც 14 ფუნტამდე ღირს, ძალიან კაი ფასია. გიგანტური ნუში და ნუში ღირს 12 ფუნტი. ძალიან კაი ფასი არის 12 ფუნტი. ვინც ახლა იმას ფიქრობთ, ლარში რატო არ ამბობსო? დაახლოებით რო გითხრათ, 3.6-ზე უნდა გაამრავლოთ ეს ფასები. აქ გქონდათ ხოლმე უშეტის გამზადებული პროდუქტები და სულ ნატრობდი, რომ რა კაი იქნება ასეთ მისაღებ ფასებად. საქართველოშიც რო იყოს ხოლმე ესეთი რაღაც, რო აი მიხვედი იყიდე იმ დღეს გაკეთებული ფურშეტის რაღაცები შენდებაზე აარჩიე უამრავიდან რამდენიმე და წახვედი და გადაიხადე აღნიშნე დაბადების დღე თუ რა ვიცი რაც გინდა. მაგრამ მანამდე ბელვედერის ამ გიგანტურ არაყს შეხედეთ 200 ფუნტი. აქეთ გვაქვს კრუასანები, ასევე გიგანტური ზომის და შეკვრის ამერიკული ბრენდის კრუასანი, ტკბილეული, აბა ეხლა ვნახოთ ფურშეტის რაღაცები. ესეთი გიგანტური ზომის მზასალათები იყიდება, ძალიან მისაღები ფასი 8 ფუნტი და 40 პენსი. სუშიენ რაოდენობით მეგობრებო და ღირს 16 ფუნტი პრაქტიკულად. ნახეთ რა მაგარია. აი ეს არის ჩემი საყვარელი სივრცე. ეზოს რაღაცეები და ეს ქათმის კერძი 9 ფუნტი და 50 ძალიან კაი ფასი. ასევე ნახეთ რამდენი სუშის სხვადასხვანაირი შეკვრებია და ერთმანეთსა მისაღები ფასი ყველა. მოვადექით ფურშეტის რამე რუმეებს, ესეთი მზა სენდვიჩები. ნახე რა მაგარია. და ღირს 22 ფუნტი. ნახეთ რა მაგარია. სუპერ. 32 ნაჭერი სენდვიჩი, სხვადასხვანაირი, სულ რაღაც 22 ფუნტი. აქეთ გამზადებული კრევეტები ლიმონთან ერთად. აქეთ სენდვიჩები, აი მაგალითად ეს სენდვიჩები რამდენი არის არაწერია თუ ვერ ხედავ. Anyways, 10 ფუნტი ამდენი სენდვიჩისთვის, ნახეთ რა მაგარია. ეს ქათამი, ანუ შენ თვითონ რო შეახვიო აქ შესახვევი, ინგრედიენტები და ძალიან მაგარი აზრი არის ესეც ფურშეტისთვის. 13 ფუნტამდე. ასე მეგობრებო. სხვათა შორის ადრე უფრო დიდი არჩევანი იყო ხოლმე მაგ ფურშეტის რამე რუმეების. აქეთ არის ტკბილეულიც. აი ესეთი მზა დაბადების დღის ტორტებიც იყიდება. შვენიერია ჩემი აზრით. აი ეს ტორტი ხა მაგალითად ღირს 17 ფუნტი და 19 პენსი, რაც ძალიან კარგი ფასი არის. ანალოგიურად ეს. მოეტი ღირს 30 ფუნტი ხალხო. აი, შვენიერ. ეს არის ძალიან საინტერესო სივრცე ჩემი აზრით, ეს წიგნები ბავშვებისთვის და სხვადასხვა გასაფერადებლები და რამე რუმეები, აქ აუცილებლად ახლა რაღაცას ავარჩევ. ცოტა ვერ ჩამოვყალიბდი, ეს სივრცე უფრო მიყვარს თუ საჭმლის განყოფილება თუ ეზოს ნივთები სადაც არის. სხვათა შორის რაღა დაგიმალოთ და ადრე კოსტკოში უფრო მაგარი რაღაცეები იყო ხოლმე, აი ყველაფერი მინდოდა ხოლმე, ყველაფერს მივაკონციალებდი და ეხლა რაღაც ფაზმასი არ ვარ, მაგრამ ამ სივრცეში მე მგონი აი ასეთი ძალიან კაი სპაიდერმენული უკაცრავად გამოცდილება 8 board books and electronic reader. ელექტროციგნი არის. ძალიან საინტერესო აქვე მიკი მაუსის, აქვე ზღაპრების. აუ ნახე რა კაია, თავის სურათებით, მაგრამ ეს შავ-თეთრი სურათები არ მომწონს. აქეთ რა არის? პაუ პეტროლი, ძალიან პოპულარული. აქეთ ისევ და ისევ მარველი. აუ ნახეთ რა მაგარია 3D წიგნი მარველის. ოპს, არ გადამივარდა, ახლა ნახოთ. აი გიგანტური სტიკერების აქტივობა, ისევ და ისევ ჰარი პოტერის. ნახეთ რა მხელა არის და უამრავი სტიკერები იქნება ამაში. დარწმუნებული ვარ. აქეთ რა გვაქვს? ხო, აი ეს სივრცე არის ამოუწურავი, ოღონდ მართლა. და მე რაღაცა გადმოვახდი. აქ სამეცნიერო წიგნებიც არის, მაგალითად სირბილზე. კიდე რაზე გვაქვს?
იოგაზე, Science of Yoga. და კიდე რა გვაქვს? სანამ ჩემ ქმარშვილს ვეძებ, მოვხვდით კბილეულში. აი ეს შვეიცარული არის, ხო? ეს ლინდით, თუ რაც ქვია, შვეიცარული ბრენდია და რა კაი მისაღებ ფასად არის კოსტკოში, 13 ფუნტამდე ღირს ეს გიგანტური ბოქსი შოკოლადის ნაირსახეობის. აუ ნუგა როგორ მიყვარს. რამდენი ნუგა? აი, ძალიან ბევრი ნუგა, იტალიური ყოფილა თან. ანუ კოსტკოში არა მარტო ამერიკული ბრენდები იყიდება, იტალიური. აი მაგალითად ახლა ეს არის მიქსი, ძალიან საინტერესოა რა კბილეულის სივრცე. ვაიმე რა ხელა მიქსია ამას უყურეთ. ანუ 71 წელი შოკოლადი არის ამაში. просто ეს რომ ეხა ეს მიქსი ვიყიდო, ეგ ხო ნიშნავს რომ უნდა უჭამო. ამდენი შოკოლადი რო სახში გექნება. არ და დატოვებაც როგორია. ეს 71-იანი შეკვრა მიქსი შოკოლადების. ღირს 12 ფუნტი. რაც არის დაახლოებით 41 ლარი. 41 ლარი 71 ტვიქსი, ბაუნტი, სნიკერსი, მილკი ვეი, მარსი, რავი, ყველაფერი რაც არსებობს. წავედი კაცო რა. სხრო ვიყიდო, ეხა უნდა ვჭამო კიდეც და ამიტომ წავედი. იმედი არ მოუბრუნდები, არ მაქვს გარანტია. ეს რა საყვარელი გოგოშკური ნაირსახეობა არის. აუ, აქ სადმო. აუ, ეს ნუტელას შოკოლადი როგორ მიყვარს 15 ცალი 4 ფუნტამდე. აქეთ გიგანტური ზომის თხილეულები, ამას უყურეთ. რამხელა, კამერაში დაჟე ცოტა პატარა ჩანს. 6 ფუნტი. აი, ერთ რაღაცას მივცემ ახლა ჩემ თავს უფლებას, უფრო აი ესეთი გემოიანი თხილები მიყვარს და რომელი მიყვარს იცით, ვასაბი, მწვანე როა. აი, მაგრამ ეს არა, ეს არ არის ვასაბი. აბა თუ ვიპოვი ვასაბს ვიყიდი. მე ამათი კალათა ნახეთ, ხო დედუ? რომელი მინდა გინდა? ეს, oh my god. ეს რა ტკბილი გიყიდით? ეს მერე. თუ გადავხდით მერე, ხო? ლეგო. ეს ძალიან დიდი ბავშვის არ არის, ეს 10+ ბავშვის ლოგოა. სულ ეს იყო, მე სულ მაინტერესებს ხოლმე სხვაგან რაღაცებზე რა ფასებია, რა იყიდება, უცხო ისეთი განსხვავებული. მოდი ეს ვიდეო ჯანსაღდა გემრიელ ნოტაზე დავასრულოთ და მანამდე მინდა გთხოვოთ გამოიწეროთ ჩემი Instagram გვერდი Theo's Food Corner, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში ვდებ ხოლმე სტორებს, უფრო აქტიური ვარ ვიდრე YouTube-ზე. და მოდი ახლა გაგიზიარებთ როგორ მოვამზადე ეს უჯანსაღესი ლანჩი ზუსტად 15 წუთში. თაფლი, ლიმნის წვენი და დასრესილი ნიორი გადავურიე კარგად ერთმანეთში და გადავუსვი ორაგულს ზემოდან. ორივე მხრიდან შევწვი ზეითუნისეცსა და ცოტაოდენ კარაქში. 20 წუთის განმავლობაში მოვხარშე კინოა და გადმოვიტანე თეფშზე, დავადე ზემოდან ორაგული, ვივუდე ისპანახი, ისპანახსაც და ორაგულსაც, ორივეს ზემოდან ვაყრი გოგრის გულსა და ზესუმზირას, რომელიც ძალიან სასარგებლო არის ჩვენი ორგანიზმისათვის. ფინიკი, რომელმაც ჩემს ლანჩს განსაკუთრებული გემრიელობა შესწინა ნამდვილად და დაატკბო, მარტო ამისთვის კი არა, ასევე ჩვენი რკინის დონის კონტროლისთვისაც ძალიან კარგი რამ არის, ასე რომ ჩართეთ მინიმალური დოზით თქვენს რაციონში. აი ესე მარტივად მოვამზადე ლანჩი, უგემრიელესი